მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის ყველა პატიმარს. დღეს მაგალითად თემურ ქათამაძემ გააგრძელა ესე თქვა ჩიმშილობა, ასევე გიორგი ჩიყვაიძე ბიზნესმენი ჩიმშილობს და ამ ადამიანს განსაკუთრებით ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. რაც შეეხება სიტუაციის შეფასებას, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მოხდა განსაკუთრებით გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, მე უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ყოველკვირეულ ესე ვთქვათ კოორდინაციაში სხვა სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად ყოფებოდი და დაახლოებით მაინც მქონდა ესე ვთქვათ სურათი წარმოდგენილი თუ რა განცხადება შეიძლება გაჟღერებულიყო უშუალოდ პრეზიდენტისგან და მოლოდინები თქო ესე ვთქვათ ძალიან მაღალი მქონდა და მე გამიცრუდა იმედები თქო ამას მოგატყუებთ რო გითხრათ იქიდან გამომდინარე რომ პროცესება მე მაჩვენა ის რომ რაღაცა მოლოდინების შექმნა განსაკუთრებით იმ ბრძოლაში სადაც ადამიანმა არავინ არ იცის თუ როგორ შეიძლება წარიმართოს სიტუაცია ძალიან რთულია და მე ეს აუცილებლად იმედგაცრუებას იწვევს რასაც დღეს ჩვენ ხედავთ. მაგრამ რო შევაფასოთ მაინც გუშინდელი დღე, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტი, ესეთ კითხვის ნიშნები, რაც საბოლოოდ სოციალურ ქსელში დაუსრულებელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველ რიგში, რაც მანამდე უკვე დღის დაწყებამდე იყო, ეს არის ომის თემატიკა, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა. მე ზოგადად ცხოვრობ, ჩემი სოფელი არის ოკუპაციის ხაზი და ეს თემა ძალიან სენსიტიურია ჩემთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ომმა ჩემ თავზე გადაიარა და ჩემ ოჯახზე გადაიარა და ბუნებრივია ამ ეს კითხვები მე მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, მაგრამ ვინაიდან ჩვენ საუბრობთ გუშინ გინგა გრიგოლიამ დაუსვა და მან პასუხი გასცა, არ ვიცი რამდენად დაგაკმაყოფილდა თქვენ. ეხლა რას გულისხმობ, რომ ანუ ეს კითხვები მქონდა, მაგრამ ამ კითხვებზე წინ ამ ერთიანობის ამბავს უფრო მეტად ვაყენებდი, მაგრამ ისე იმუშაო მაინც ოცნების პროპაგანდამ, რომ ეს თემა წამოწია წინ და მაინც სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთ ლეგიტიმურ ესე თქვა წარმომადგენლამდეც მივიდა ეს ყოველივე. და მე ჩემი სურვილი იქნებოდა და შევთავაზე კიდევაც ეს მათ რომ ძალიან მარტივად შეგვეძლო ამ ყველაფრისთვის თავი აგვერიდებინა რითი რომ იმ ამ სიტყვაში რაც მან წაიკითხა შეიძლებოდა ომზე ძალიან მოკლედ ეთქვა ის რომ ომი დაიწყო რუსეთმა რაც მას აქამდე ნათქვამი აქვს და ის ესე ვთქვათ ინტერპრეტაცია რაც მანამდე ჰქონდა შეცვლილი ჰქონდა და მე მაქვს კონკრეტული ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ ამ თემას რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გავიმეორებ და გუშინ შეიძლებოდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის მოდი დავიწყოთ ბოდიშითო მე მაგალითად დავიწყებდი სიტყვას ასე მოდი დავიწყოთ იმითო რომ ომი დაიწყო რუსეთმა ნამდვილად აბსოლუტურად გეტყვი ძალიან მარტივია პროპაგანდას ეგრევე მოსპობდი ამის მერე უშუალოდ გაგრძელებას რაც შეეხება იყო ბანერების თემატიკა რაც პროპაგანდამ ძალიან კარგად გამოიყენა ეს არის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართებაში ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერ დამიფიქსირებია რომ ამ სასამართლოს პირობებში ცოტა გადამეტებულია და აბსურდულია ის ბრალდებები რასაც სააკაშვილს უყენებენ როდესაც ამ ადამიანს სისხლისღვრელა და ბუაც წარმოგვიდგენენ ესე ვთქვათ, მაგრამ ამის გარდა გუშინ ჩვენ ყავს სხვა 54 რეჟიმის პატიმარი და ფოტოებიც იყო უბრალოდ მიშა სააკაშვილის ბანერები ცოტა დიდი ზომის იყო და ეთყობა და თან უშუალოდ ჩანდა სალომე ზურაბიშვილის რაც პროპაგანდამ კარგად გამოიყენა. ყველა აქციაზე ასეა, მე აი ეთერებიც რო წამიყვანია იქ რუსთაველიდან, აი ასე ჩვენს უკანაც დგებიან ხოლმე ეს ადამიანები და მათი ხმამაღალი შეძახილები ზოგჯერ ეთერის წაყვანაშიც გვიშლი და ხელს, მაგრამ არ ვიცი თქვენ თქვით თქვენი აზრი. და საბოლოოდ ყველას აქვს აზრი და ყველას აქვს რაღაც. ჩვენ თუ საუბრობთ ბუნებრივია. ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი რომ დააკავონ, ღმერთთან უქნას დარწმუნებული ვარ, დიდს და კიდევ უფრო დიდ ბანერებსაც დაბეჭდავენ. კი, ბუნებრივია, ჩვენ თუ საუბრობთ სიტყვის თავისუფლებას და ვამბობთ რომ რავალფეროვანი საზოგადოება ვარ შეკრებილი, ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერი სახის ბანერი დაიჭიროს, რაც კონკრეტულ გამოხატვის ფორმებში ხდება და ამის გარდა მე ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ის რომ აი ესეთ რაღაცებზე რაც უმნიშვნელოა შედარებით არ ღირს ამხელა ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ გუშინდელი სიტუაცია, რაც ესე ვთქვათ, ცოტა იმედგაცრუებული იყო საზოგადოებისთვის, ეს არ ზურაბიშვილის სიტყვის ესე ვთქვათ, შედეგი იყო, არც იმ მიშას ბანერების შედეგი იყო და ეს არის რაღაცა მიზეზის პოვნა იმ ყველაფერთან მიმართებაში, რომ ჩვენ მოვედით რაღაცა მოლოდინები და 2 საათში დავიშალეთ. ანუ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ პროტესტში დღევანდელმა დღემ დაგიკომპენსირათ თუ არა გარკვეულწილად, აი როდესაც მოისმინეთ, რომ იქმნება და შეიქმნა და მუშაობა დაიწყო წინააღმდეგობის პლატფორმამ და თვით თუ არა რომ ეს ის პლატფორმა სწორი გზით მიდიან თუ რა რას ისურვებდით თუნდაც კი ანუ მაგას ვამბობდი
რა თქმა უნდა, ყველა განცხადება ალბათ იცით, აქტიურად ხართ ჩართული პროცესებში, ეხლა აღარ გავიმეორებ ამ ყველაფერს. კი, მაგას ვამბობდი, რომ ანუ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ რეალურად ამ პროტესტში ვართ იქედან გამომდინარე ჩართული, რომ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანისთვის თავი გაწირა, ამ ადამიანებისთვის ბევრი რამე გვაქვს ჩვენ დასამტკიცებელი და ეს ქვეყანა შესანარჩუნებელი გვაქვს. და აი, სწორედ აქედან რომ გადმოვიდე დღევანდელ დღეზე, რაც ჩემთვის იმედის გაცრუება იყო, იქედან გამომდინარე, რომ ველოდი უფრო ფართო კოორდინაციის სურათს, მაგრამ ამასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება შეხვედრა ქონდა ოპოზიციასთან, უკვე ეს განწყობები იგზნობოდა და სამწუხარო რომ ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნების გამო ხდება, რასაც არ მალავენ. თვითმმართველობის არჩევნები ეს არის ისეთი არჩევნები, რომელშიც ჩემთვის ოპოზიცია რო გავიდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ არის არჩევნები, რომელიც აქტიობით არ გამოირჩევა, რომ გადავხედოთ სტატისტიკას, როდესაც არის საპარლამენტო არჩევნები, ამაზე ყოველთვის შეიძლება იყოს ეს საკითხი პრინციპული და არის ეს საკითხი პრინციპული, რა შემთხვევაში უნდა მიიღონ ან არ უნდა მიიღონ პარტიებმა მასში მონაწილეობა, თუმცა არის თუ არა ეს ახლა ისეთი რაღაც საჩქარო საკითხი, რომ დღეს და ამ წუთში უნდა ვიცოდეთ პოზიცია, ამაზე არ ვიცი. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი პირადი პოზიცია სასიამოვნო იქნებოდა, რომ ყველა პარტია, რომელიც ყავს, ეხავე დააფიქსირო, რომ არ გავდივართ ამ არჩევნებზე, მაგრამ თუ ეს ვერ ხდება კოორდინაციაში ამ საუბარში, ნუ დავხოთ, ანუ შეიძლება რაღაცა ესე თქვა, ხელშეუხებლობა ამ თემასთან დაკავშირებით იყოს და პირველი რაც გვაქვს ეხა ეს არის ამ შემთხვევაში ახალი არჩევნებია და არის რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება, ხო? ნუ ახალ არჩევნებთან თემატიკაშიც მე ურჩევდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ საზოგადოებას კარგად მოусმინონ და აუხსნან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საზოგადოებაში განსხვავებული მოთხოვნაა. დღეს ამბობდა, რომ ახალი არჩევნები არ უნდა მოვითხოვოთ და მოვითხოვოთ რეჟიმის გადადგომა, იმიტომ რომ ივანიშვილის საზოგადოებაში ახალი არჩევნები შეუძლებელია, იგივე სიზავს, რაც წინა არჩევნებზე. დიახ, ზუსტად ეგ განწყობებია საზოგადოებაში, ეს ახალი არჩევნების თემატიკა ის რომ იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები არ ყალბდება ცესკოთი, არჩევნები მანამდე ძალიან დიდი, ესე თქვა, სტრუქტურით ყალბდება.